მოგესალმებით კოლეგებო. გთხოვთ წარმოადგენელი დღის წესრიგს კენჭი უყაროთ. მადლობთ. დღეს 6 საკითხი გვაქვს განსახილველად. პირველი საკითხი არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და გამომდინარე კანონპროექტები. მოხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ქალბატონი ნინო ენუქიძე მეორე მოსმენით გავდის უხლობრივად გამიხილოთ ხო თუ როგორ ხდა? უხლობრივად გავყვეთ. კარგი თვაში მუხლი პირველი განხორციელდა თუ არა ცვლილება? კი ბატონო, პირველ მუხლში მე-10 პუნქტში განხორციელდა ცვლილება და სიტყვა ნივთი შეიცვალა ქონებით. ასევე პირველ მუხლშივე არის მეორე ცვლილება, ეს არის მე-16 პუნქტი, 35 მუხლის პირველ პუნქტში ტექნიკურად ჩაემატა სიტყვა საქართველოს. ხო, მუხლი მეორე? არ არის. მუხლი 3? არც მე-3-ში არ არის. ხო, მეორე არის საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. უცვლელად არის საგადასახადო. ხო, აქ არ შეგვცვლილა. არც მუხლი პირველში და არც მეორეში, ხო? არ არის ცვლილებები. მესამე არის აღსრულებელ წარმოებას შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. აქ პირველი მუხლი განხორციელდა თუ არა? არა. მუხლი 2? არც აქ. ძალიან კარგი. მე-4 იარაღის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კი ბატონო, აქ შეიცვალა და დაემატა მე-14 მუხლის მეორე პუნქტის გექვე პუნქტის ახალი რედაქცია. ასაგებია. ეს მუხლი პირველში ხო? დიახ. მუხლი 2? მუხლი 2 უცვლელია. უცვლელია. ხოთ კოლეგებო, კენჭი უყაროთ აღნიშნულ კანონპროექტს. მადლობა. გადავიდეთ მეორე საკითხზე. ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ქალბატონი ნინო ენუქიძე. გისმენთ ქალბატონი ნინო, აქაც უხლობრივად გავყვეთ. მუხლი პირველი განხორციელდა თუ არა ცვლილებები? შენიშვნების გარეშე და ცვლილებები არ შესულა. არ შესულა. მუხლი 2? იგივე. მუხლი 3? იგივე. კარგით. ესე აქ ცვლილებები არ გვაქვს. კოლეგებო, გთხოვთ კენჭი უყაროთ. მადლობა. მესამე საკითხი დავასრულე. კარგი. მადლობა. კარგით, მესამე საკითხი არის საქართველოს პარლამენტისთვის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. მოხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი გიორგი კაკაურიძე. ბატონო გიორგი, გისმენთ. დიდი მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ინფორმაციას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებასთან დაკავშირებით. ცვლილება შედის 127 მუხლის მესამე ნაწილში, კერძოდ მესამე პუნქტის მესამე პუნქტში. კერძოდ დღეს მოქმედი რედაქციით გვაქვს ჩვენ განსაზღვრული კონკრეტული რადიუსი, თუ სად უნდა განხორციელდეს სამართალდარღვევის დაჯარიმება. ეს არის 20 კილომეტრიანი რადიუსი სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან და ასევე განსაზღვრულია კონკრეტული კატეგორიები ავტომანქანების, რომელსაც ეკუთვნის შესაბამის რიგში ჩართულ რიგის სისტემაში ჩართვა, თუმცა ეს არის სამართალდარღვევის ნორმა, მაგრამ უშუალოდ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილია რეგლამენტით, დადგენილია თუ რა რადიუსში უნდა იყოს და რა კატეგორიის მანქანები ეს ეკუთვნის ამ რიგის ელექტრონულ სისტემაში ჩართვა. თავდაპირველად კანონი სრულად შესაბამისობაში იყო მოქმედ კანონმდებლობასთან, თუმცა დღეის მდგომარეობით რელიეფიდან გამომდინარე ყაზბეგის ანუ დარიელის გამშვებ პუნქტთან შეუძლებელი იყო 20 კილომეტრიან რადიუსში განხორციელებულიყო ეს ავტოსადგომის გამართვა, ამიტომ არის 25 კილომეტრამდე რადიუსში. შესაბამისად მთავრობის დადგენილებაში რეგლამენტით განისაზღვრა უკვე 25, არა უმეტეს 25 კილომეტრის შემთხვევა და ამ შემთხვევაში უკვე ვინაიდან 20 კილომეტრს ცდება, ეს ნორმა ვეღარ მოქმედებს დარიელის გამშვებ პუნქტთან არსებულ ავტოსადგურზე. შესაბამისად ცვლილება შედის წარმოდგენილ მუხლში და ნაცვლად 20 კილომეტრისა მიეთითება მთავრობის მიერ განსაზღვრული რეგლამენტით განსაზღვრული ის რადიუსი, რაც იქნება მთავრობის მიერ დადგენილი. ეს არის ტექნიკური ცვლილება.
მადლობთ ბატონო გიორგი. დავიცი, კითხვები ხარ გვაქვს? გთხოვთ, კენჭი უყაროთ აღნიშნულმა. მადლობა. მადლობა. მეოთხე და მეხუთე საკითხს ერთად ვაერთიანებთ, ეს ხება საქართველოს. დიდი მადლობა წარმატებით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შესახებ 2023 წლის და 2024 წლის წლიური ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნების ფინანსური ანგარიშები. მოხსენებელი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ბატონი დავით ნარმანი. ბატონ დავით, გთხოვთ. ძალიან დიდი მადლობა, მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, მიესალმები დეპუტატებს, დამსწრე საზოგადოებას. წარმოგიდგენთ მარეგულირებელი კომისიის 2023-24 წლების საქმიანობის ანგარიში, სადაც თავდაპირველად იქნება სექტორული მიმოხილვა და ძირითადი საკითხები, ხოლო შემდეგ უკვე უშუალოდ კომისიის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ვისაუბრებ. ზოგადად რო შევაფასოთ ძირითადი სექტორები, რამდენადაც ქვეყანაში გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ადეკვატურად ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება და შესაბამისად აქედან გამომდინარე აუცილებელი ხდება ის, რომ დამატებით ახალი ენერგიის წყაროები შეიქმნას ქვეყანაში. 2023 წელს 22 წელთან შედარებით 1%-ით გაიზარდა ელექტროენერგიის წარმოება, ანუ სალტეზე გადაცემას, რასაც ვეძახით ჩვენ, ხოლო 2024 წელს ასევე 23 წელთან შედარებით დაახლოებით ასევე 1%-ით გაიზარდა ელექტროენერგიის გენერაცია. 2024 წელს ჩვენ გვქონდა ენერგიის მოხმარების შემცირება, ძირითადად რაც განპირობებული იყო მეტალურგიული წარმოებების რაღაცა პერიოდით გაჩერებით, საიდან გამომდინარეც ისინი როგორც მსხვილი მომხმარებლები არ მოიხმარდნენ იმ მოცულობით ენერგიას, როგორც ეს იყო წინა წლებში, სხვა ჩვეულებრივ თანაბარ პირობებში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ფიქსირდებოდა ქვეყანაში. რაც შეეხება ზამთრის თვეების განმავლობაში ხორციელდება ელექტროენერგიის იმპორტი, თუმცა აქაც გვქონდა ჩვენ შემთხვევა, როცა ბუნებრივი აირის იმპორტი განხორციელდა და რაღაცა პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში თვითონ შიგნით ხდებოდა თბოსადგურებზე ელექტროენერგიის გენერაცია. ასევე ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლები პირდაპირ დაკავშირებული არის იმასთან, თუ რამდენად, ასე თქვა, წყალუხვი პერიოდი იქნება ქვეყანაში და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, თუ ამ წლებში რამდენი გენერაციის ობიექტი შეიქმნა დამატებით. 2023 წელს ძალიან მცირე იყო ახალი გენერაციის ობიექტები, ჯამში 9 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრით, ხოლო 2024 წელს რაც შეეხება ექსპლუატაციაში შევიდა ერთი შედარებით დიდი სადგური დადგმული სიმძლავრით 44 მეგავატი, ეს იყო ხობი 2 სადგური, რომელზეც სემეკის მიერ გაიცა ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია და 2 მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური შევიდა ასევე ექსპლუატაციაში, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 3 მეგავატი იყო, თუმცა მცირე სადგურებზე იცით თქვენ, რომ მარეგულირებელი კომისია არ გასცემს ლიცენზიას. აქ არის ბოლო წლების ტენდენცია, წარმოდგენილი ხშირად ისმის ხოლმე კითხვა, თუ როგორია ელექტროენერგიის წარმოების და მოხმარების დინამიკა და თვალნათლივ ჩანს, რომ 2014-24 წლებში ბოლო 10-11 წლის განმავლობაში ქვეყანაში საშუალოდ ელექტროენერგიის წარმოება 3.4%-ით იზრდებოდა და ანალოგიურად ჩანს აქ, რომ ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება ყოველწლიურად, ერთადერთი გამონაკლისი, როგორც გითხარით, 2023 წელი იყო. ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის პარალელურად მნიშვნელოვანია. კი ბატონო. კი, თითქმის ანუ როგორც იზრდება წარმოება, ასევე იზრდება მოხმარებაც. თუმცა ის დეფიციტი, რაც არსებობს წარმოებასა და მოხმარებას შორის, ეს დეფიციტი, ეს მოცულობა წლების მიხედვითაც მეტაკლებად დაახლოებით ერთი და იგივე.
კი ბატონო, სეზონურობა, იმიტომ რომ ჩვენ ძირითადად ჰიდრორესურსებზე დამოკიდებული ელექტროენერგეტიკის სექტორი გვაქვს, ამიტომაც გაზაფხულის პერიოდში ეს არის მაისი, ივნისი, ივლისი ამ პერიოდში ჩდება სიჭარბე, რაც ექსპორტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა, ხოლო შემდეგ პერიოდში გვაქვს დეფიციტური პერიოდები, საიდან გამომდინარეც უკვე ხდება თბოსადგურების ჩართვა და პლუს დამატებით იმპორტის განხორციელება მეზობელი ქვეყნებიდან. წლიურ ანგარიში დეტალურად არის მოცემული მათ შორის ქვეყნების მიხედვით განხორციელებული ექსპორტ-იმპორტების მოცულობებიც და წარმოდგენილი ანგარიში საქართველოს პარლამენტში, ამიტომ ჩვენი ანგარიში არ არის მხოლოდ სემეკის მიერ განხორციელებული ანგარიში, არამედ გარკვეული ანალიტიკითაც დატვირთული ანგარიშია და ძალიან ბევრი იყენებს ჩვენს მიერ გამოცემულ ამ წლიურ ანგარიშებს, როგორც ინფორმაციის წყარო, მათ შორის საქსტატისტვისაც, რომელმაც გააკეთა ენერგეტიკული პორტალი, ძირითადი ინფორმაციის წყარო სწორედ გახლავთ ჩვენს მიერ წარმოებული და მიწოდებული სტატისტიკური ინფორმაცია. რაც შეეხება ექსპორტს, კი ბატონო, ორი ძირითადი არის თურქეთი. თურქეთში ხორციელდება ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტი და შედარებით მცირე მოცულობით ხორციელდება ასევე მეზობელ სომხეთში. რაც შეეხება თვითონ ელექტროენერგიის სექტორში, ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმა მიმდინარეობდა 2023-24 წლებშიც და მარეგულირებელი კომისია, როგორც მეორადი ასე თქვათ, მარეგულირებელი აქტების შემუშავების წყარო აგრძელებდა მუშაობას ამ ნაწილში და 2023-24 წლის ბოლოს სრულად დასრულდა ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივების და რეგულაციების შესაბამისი მეორადი კანონმდებლობის შემუშავება სემეკის მიერ და დამტკიცებულია და ჯამში საერთოდ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ 2019 წლის ბოლოდან, რაც პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი ენერგეტიკის და წყალმომარაგების შესახებ, ჩვენ 50-ზე მეტი მეორადი საკანონმდებლო აქტი შევიმუშავეთ და დავამტკიცეთ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სწორედ აღნიშნული რეფორმა და ამის მერე უკვე გადავედით მეოთხე ენერგეტიკული პაკეტის იმპლემენტაციაზე. რომელზეც ცოტა მოგვიანებით ექნება საუბარი. აქ არის წარმოდგენილი ელექტროენერგიის სექტორის ლიცენზიანტები, ერთადერთი ცვლილება რაც აქ გვაქვს, ეს არის ელექტროენერგიის წარმოების ის ერთი ლიცენზია, რომელიც გაიცა სემეკის მიერ 2024 წელს, ეს არის ხობი 2 ჰესი. ამის მერე ჩვენ კიდევ ერთი ლიცენზია გავეცით მტკვარი ჰესზე რამდენიმე თვის წინ, თუმცა ის ამ ანგარიში ვერ მოხვდა, იმიტომ რომ 2025 წელს იქნება გაცემული და მომდევნო წლის ანგარიში იქნება აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი. ასევე მინდა მოგაწოდოთ პატარა ინფორმაცია ენერგეტიკული ბირჟის საქმიანობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სემეკი როგორც მარეგულირებელი ორგანო ახორციელებს ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგს, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ელექტროენერგეტიკული ბირჟის საქმიანობას. 2024 წლის მდგომარეობით ბირჟაზე რეგისტრირებული იყო 9 ელექტროენერგიის მწარმოებელი, ეს არის ძირითადად მცირე და საშუალო ჰესები, 3 სისტემის ოპერატორი, 7 პირდაპირი მომხმარებელი და 2 მიმწოდებელი. ჩვენს მიერ გაკეთებული ანალიტიკის მიხედვით 2024 წელს, რაც ბირჟა გაიხსნა 1 ივლისიდან წლის ბოლომდე დაახლოებით 400,000 ლარამდე დანაზოგი ნახეს იმ კომპანიებმა, რომლებმაც ბირჟის მეშვეობით იყიდეს ელექტროენერგია და ბირჟაზე ნავაჭრი ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა შეადგინა 13.55 თეთრი კილოვატ-საათზე. ეს მთელი ბაზრის ძალიან მცირე წილია, 1%-იც არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ სავალდებულო არ იყო ვაჭრობა, მაგრამ ნებაყოფლობით რეჟიმში თან, ასე თქვათ, ტესტირებას აკეთებდნენ კომპანიები, როგორც გამყიდველები, ასევე მყიდველები და ჩვენს მიერ დადგენილი ფასი რაც არის, ანუ სემეკის მიერ დადგენილი ტარიფი, ამასთან შედარება რო გავაკეთოთ, რა ფასადაც მათ იყიდეს ენერგია, სწორედ ეს არის ის დანაზოგი, რომელიც მათ ნახეს. ამიტომ უფრო მეტად ლიკვიდურ ბაზართან როცა გვექნება საქმე, ანუ ერთის მხრივ უფრო მეტი ელექტროენერგიის გამყიდველი დარეგისტრირდება და მეტი მყიდველი იქნება, მეორე მხარესაც კონკურენცია უფრო გაიზრდება და შესაბამისად შესაძლოა რომ კიდევ უფრო მეტი ეკონომია ნახონ ენერგიის მყიდველებმა.
2025 წელსაც ვაკვირდებოდით ჩვენ ბუნებრივია ამ ანგარიში ვერ მოხდა რადგანაც 25-ის ანგარიში მოგვიანებით მომზადდება, მაგრამ ახლაც დაახლოებით ტენდენცია იყო იგივე პირველი 2025 წლის პირველი ნახევარი, ანუ პირველი 6 თვე რომ ავიღოთ, აქაც დაახლოებით 400.000 ლარამდე იყო დანაზოგი, რაც მათ გააკეთეს. თუ სავალდებულო არ გახდა ბირჟაზე ვაჭრობა, ესე თქვა პატარ-პატარა ვაჭრობები იქნება ჩვენი აზრით, ანუ საერთოდ თავს არ გაანებებენ ბირჟას, რაც არ უნდა ნებაყოფლობით რეჟიმში იყოს, იმიტომ რომ პატარა სარგებლობს მაინც ნახულობენ კომპანიებიდან. დავამატებ ერთ სიტყვას უბრალოდ, ესე იგი, სავალდებულო არ არის აუცილებელი რომ ბირჟა იყოს, უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ ყველა ქვეყნებში რაღაც 15-20%-ია ვაჭრობა, სპოტ მარკეტი, ეს არის სპოტ მარკეტი არის ეს ზუსტად. ჩვენთან გაიზრდება მაშინ ვაჭრობა, როდესაც შემოვიღებთ საათობრივ ვაჭრობას. დღეს ხო თვეზე ყალიბდება ერთი ფასი და საათობრივ ვაჭრობას თუ შემოვიღებთ პასუხისგებლობას უბალანსობას და ვინც რაც იწვის რომ მეამდეს მოვიხმარ, ის უნდა მოვიხმაროს, თორე რაღაც ჯარიმები ვისავით არის, აი მაშინ 15-20%-მდე გაიზრდება, რაც კარგი მაჩვენებელია. არსებობს კონცეფცია მომზადებული იყო, უბრალოდ გადაიდო 1-6-ჯერ 2021 წლიდან და განაწყვეტილება უნდა მიიღოს თავრობამ, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას. ისე არის კონცეფცია. ამ ეტაპისთვის 2 წლით არის გადადებული მთავრობის მიერ სავალდებულო წესით გახსნა. ანუ თავრობის გასაწყვეტია, ისე არსებობს კონცეფცია, არსებობს საბაზრო მოდელი, არსებობს სამიზნე მოდელი, არსებობს და ჩვენ მომზადებული გვაქვს ყველანაირი დოკუმენტაცია, უბრალოდ გაწყვეტილება რომ გაიხსნას ასე მარეგულირებელი წესები. ბაზრის კონცეფციას ამტკიცებს თავრობა, კონცეფციითვე არის განსაზღვრული ვადა, რა ვადაში როგორი ტიპის ბაზარი უნდა გაიხსნას. მაგალითს გეტყვით, სერბეთში 5% იყიდება მაგალითად სერბეთში. სავალდებულო არ არის ამ ქვეყნებში. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე საუბარი, რაღაცა 10% მაქსიმუმ რაც არის ჩვენ არ ქვეყნებში რაც ივაჭრება სპოტ მარკეტზე. ერთსაც დავამატებ თუ შეიძლება, ეს ნავაჭრი მოცულობებიც ეხლა სემეკის რეგულაციის დამსახურება ძირითადად ბირჟაზე ვაჭრობენ სისტემის ოპერატორები, გადაცემის და განაწილების სისტემის ოპერატორები, მათ ჩვენ ტარიფში უთვალისწინებთ ESCO-ს საბალანსო ელექტროენერგიის ფასს და ჩვენ მეთოდოლოგიით მივეცით შესაძლებლობა თუ ისინი უფრო ნაკლებად შეისყიდნენ ენერგიას ბირჟაზე, აქედან მიღებული მოგების 50% შეეძლოთ მათი დაეტოვებათ მათ განკარგულებაში 50% მოხმარებლების სარგებელი იქნებოდა შესაბამისად ამ რეგულაციამ ხელი შეუწყო იმას რომ მათ დღეს 400.000 ლარი რო ავიღოთ 200.000 ლარით იხეირა მომხმარებელმა 200.000 ლარით თვითონ სისტემის ოპერატორმა ჯამში მილიონამდე უკვე ავიდნენ თეორიული წლის ჩათვლით უკვე ეს კი ბატონო რა თქმა უნდა, კი, უბრალოდ აი უბალანსობა არის მთავარი რომ შემოვიღოთ. უბალანსობა რას ნიშნავს, რომ მე რომ წარმოებელი ვარ, არ მომხმარებელი ვარ, ხო წინასწარ ხო ვამბობ, ამდენს გამოვიმუშავებ, მეორე დღეს ან ამდენს მოვიხმარ. ის თუ ნებისმიერი გადახვევა იმ ციფრიდან, რასაც იტყვის წინასწარ, აი ეს არის სხვა ფასი და ამიტომ ყველა ცდილობს, რომ არ დაარღვიოს, შეასრულოს და თუ რამე იქნება ზედმეტი საყიდელი ან გასაყიდელი ბირჟაზე გამოდის და ბირჟაზე ყიდით, თუ სპოტ მარკეტი აქვს, ძელვადიანი ხელშეკრულებით არ ხდება. საერთობრივ აღრიცხვაზე გადასვლა ამას ეს ერთია საერთობრივზე გადასვლა და მეორეა საბალანსო ბაზრის გახსნა, ორი პარალელური პროცესია და პრინციპში მომზადებულია მზადავართ ამისთვის სექტორი უბრალოდ მზადდა რაღაც გაწყვეტილებებია მე მომავალში ჩატარდა სწავლებებიც, ჩატარდა ტესტირებებიც, ანუ სისტემა აპრობაცია გაიარა, შეიძლება ითქვას და თვითონ ბაზარზე ვინც უნდა ივაჭროს ორივე მხარემტკივრების და გამყიდველების უკვე ტრენინგ გავლენები. ხო, მაგრამ ჩემი აზრი რაში იყო, როდესაც თუ საათობრივზე გადახვალთ საათობრივის შემთხვევაში 10 თენა მიწოდებასა და მოხმარებას შორის ნაკლები იქნება და ეგ პრობლემა ბუნებრივად კი, დღეს არ არის უბალანსობა, საერთოდ პასუხისმგებლობა დღეს არ არსებობს ჩვენ ბაზარზე. რამ შეუშალა ხელი ამის გახსნას, ანუ რატო გადაიწიებ და გადაიწია რომ
ბაზრის მონაწილეები ზოგიერთი მომხმარებელი მაგალითად ამბობდა რომ მე ამ უბალანსობას ვერ შევასრულებ, სულ იქნები მინუსში, არა ვარ მზად, ვერანაირად ვერ გავგედმო და აქედან გამომდინარე იგივე მეტალურგები ამბობდნენ რომ ამას ვერ შევასრულებ და დავკეტავ წარმოება და წავალ. რაც გადაჭარბებული იყო რა თქმა უნდა. აი ამანაც ითამაშა თავისი როლი და ასე შემდეგ. შემდეგ სლაიდებზე მოცემულია ინფორმაცია დაგეგმილდა ფაქტობრივად განხორციელებულ ინვესტიციებს შორის, უნდა ითქვას ის, რომ არეგულირებელი კომისია ითანხმებს ელექტროენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოცულობას და შემდეგ ახორციელებს ამ საინვესტიციო აქტივობების შესრულების მონიტორინგს. დაგეგმილი იყო 2023 წელს 263 მილიონი ლარის ინვესტიცია, შესრულდა ფაქტობრივად 357 მილიონი, ანუ დაიხარჯა უფრო მეტი. ანალოგიური ტენდენცია გვაქვს 2024 წელსაც, უფრო მეტი იყო დაგეგმილი 487 და 491-ია ფაქტიურად. ეს ფიზიკურად შესრულებული კი ბატონო, ეს არის როგორც გადაცემა, ასევე განაწილება. ანუ ეს არის საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, თელასის და ენერგოპროს მიერ განხორციელებული ინვესტიციები. გამომდინარე იქიდან, რომ დასამალი არაფერი არ არის, ავარიები ხშირი იყო განსაკუთრებით რეგიონებში და დედაქალაქშიც, რაც გამოწვეული არის ინფრასტრუქტურის, ასე ვთქვათ, სიძველით ძირითადად გადამცემი ხაზების, ქვესადგურების და ასე შემდეგ. ავარიების რაოდენობა იზრდებოდა, აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და კონსულტაციები გქონდა სისტემის ოპერატორებთან, რომ მათ მოეტანათ მეტი ფული, ანუ ჩაედოთ მეტი ინვესტიცია, იმისაც რომ მეტი ტრანსფორმატორები, ქვესადგურები და ასე შემდეგ გაერემონტებინათ, გამოეცვალათ მეტი ხაზები, აეშენებინათ, ახალი გამოეცვალათ საყდენი ბოძები და ასე შემდეგ და ამ გაზრდილი საინვესტიციო აქტივობით უკვე 2 წელია, 24 წელს დაიწყო იდეაში უფრო მეტი საინვესტიციო აქტივობა. გრძელდება 25 წელს. ახლა ჩვენ ვითანხმებთ შემდგომი წლების ინვესტიციებს ამ წლის ბოლომდე უნდა დავამტკიცოთ და აქაც ტენდენცია გვაქვს ისეთი, რომ უნდა შენარჩუნდეს აღნიშნული საინვესტიციო აქტივობა. მაგალითად, თელასი თუ ხარჯავდა საშუალოდ 50-60 მილიონ ლარს წლიურად, 100 მილიონ ლარამდე გაიზარდა მათი საინვესტიციო გეგმა. ენერგოპრო დაახლოებით 70 მილიონი ლარის ფარგლებში ხარჯავდა და 200 მილიონ ლარამდე გაიზარდა მათი საინვესტიციო. ზოგადად ესა კაპექსი რა პროცენტი გამოდის მთლიანად შემოსავლის? თუ მაგის ციფრია. როგორ არის იგივე? კაპიტალური დანახარჯები ამ სისტემისთვის. სატარიფო მიზნით ჩვენ კაპიტალურ დანახარჯებს უთვალისწინებთ ყოველწლიური წვეთის ოდენობით და მოგების ნორმის ოდენობით. ჯამში ეს როგორც წესი 20%-ის ფარგლებშია მთლიანი დანახარჯების. და ჩადებულ კაპიტალზე უკუგების ნორმას ვამტკიცებთ, ანუ ეგრეთ წოდებული VACC და ეს არის დაახლოებით 15%-ის ფარგლებში. თან იმიტომ რომ მე ბოლოს კითხები დიდია ეს თქვენს კოლეგებო თუ რამე კითხე აი დანაკარგის ეს რა პროცენტია გატარებისთვის აი ჩვენ ვადგენთ დანაკარგების ნორმას როგორც გატარებისთვის, ასევე განაწილებისთვის კომპანიების მიხედვით განსხვავებულია და შესაბამისად ასევე წლების მიხედვითაც კი. 10% დაახლოებით 10%-ია ენერგოპროში, 5%-ია თელეში. სისტემა გადაცემის სისტემის ოპერატორთან 2%. და შესაბამისად მოდერნიზების შემთხვევაში ეს დანაკარგები წესით უნდა შემცირდეს, ხო? კი, რა თქმა უნდა. მიზანიც ეგ არის, ანუ ინვესტიციების ჩადება ნიშნავს იმას, რომ ქსელში დანაკარგი უნდა შემცირდეს და ამავდროულად ავარიების რაოდენობა უნდა შემცირდეს. 10% ისეთ ცოტა გამოდის საერთო ჯამიდან თუ კი ბატონო. სადღაც 3 მილიარდი ჭირდება წინასწარი შეფასებით მომავალ გასწლის განმავლობაში ენერგოპროს ქსელს, რომ ასე თქვა ჩაიდოს ეს ინვესტიციები და სიტუაცია ეს ლარი რა თქმა უნდა და ამიტომ ეს წლების განმავლობაში ჩვენ გეგმა გვაქვს და ჩაიდება ეს ტარიფშიც. ხო, ეს რამდენი წლის განმავლობაში?
დაახლოებით 10 წელზე გვაქვს ჩვენ გათვლილი ყოველწლიურად 300 მილიონი გამოდის, მაგრამ ხო ეს უნდა დაუკავშირო დანაკარგს და კი ბატონო, მაგას ვაკეთებ. ამ შემთხვევაში იმ დანაკარგის ღირებულება რა გამოდის? არა მარტო დანაკარგია პრობლემა, ძაბვაც არის თვითონ პრობლემა. სიხშირეა პრობლემა და ყველაფერი კომპლექსურად. ხო, კომპლექსურად. რამდენია გათიშვები ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენთან არსებული უნიკალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ვაკვირდებით როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში გათიშვებს, ანუ ჯამში რა რაოდენობის გათიშვა ქონდა, რამდენი საათი ქონდა გათიშვა და საშუალოდ ერთი ავარიის შემთხვევაში აღდგენის დრო რამდენი იყო. და ჩადებული ინვესტიციების ადეკვატურად უნდა შემცირდეს ავარიების რიცხვი და საშუალოდ აღდგენის დრო. აქედან გამომდინარე, თუ ეს პარამეტრი გააუარესა კომპანიამ და ქონდა ესეთი შემთხვევა, მას მოყვება სანქცირება და დაჯარიმებული ყავს კიდეც ჩვენ ორივე კომპანია ქსელის პარამეტრების დარღვევის გამო. ეგ გასაგებია, მაგრამ მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ყველას ინტერესია, რომ თუკი ჩვენ შევძლებთ ამ კომპანიები შეძლებენ ამ 3 მილიარდი ლარის ინვესტიციას შემდეგი 10 წლის განმავლობაში, ხო, აქ ფინანსური მოდელი არის და სანახავი, რომ არსებობს ხარჯვითი ნაწილი და რა დამატებით შემოსავალი შეიქმნება და ამ შემთხვევაში თუ ფინანსური მოდელი მუშაობს, კაპიტალის აწევა მსგავსი პროექტებისთვის პრობლემა არ უნდა იყოს. კი ბატონო, ენერგოპროს არ აქვს პრობლემა, თელას აქვს ხანდახან პრობლემა ამ ნაწილში, თუმცა ჩვენ ასევე უყურებთ ამის გავლენას ტარიფზეც, იმიტომ რომ ეს არის კაპიტალური ხარჯების შემადგენელი ნაწილი, რომელიც ტარიფის კომპონენტია, ამიტომაც რა ზეგავლენა იქნება ამას ტარიფზე, ამ ასე თქვათ პარამეტრსაც მარეგულირებელი კომისია პერიოდულად აანალიზებს. შემდეგი საკითხი, რომელზეც ვიდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება, ეს არის უშუალოდ ჩვენი რეგულირების ქვეშ არსებული საკითხი, მიკროსიმძლავრეს ელექტროსადგურების განვითარების დინამიკა. 2016 წლიდან დაიწყო მოგვიხსენებათ სემეკ აღნიშნული საკითხის რეგულირება. ბოლო წლები განსაკუთრებით მაღალი აქტივობით ხასიათდებოდა 23-24 წლები. 2024 წლის ბოლოს ჯამში 1683 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური იყო აშენებული ან გაცემული თანხმობა მიერთებასთან დაკავშირებით და გაკეთებული განაცხადები, ჯამური დადგმული სიმძლავრე 154 მეგავატამდეა. ეს აქტივობა რამ გამოიწვია? ეს აქტივობა გამოიწვია ორმა რამემ. პირველი ჩვენ თავის დროზე 2021 წელს 100 კილოვატიდან 500 კილოვატამდე გავზარდეთ ერთი აბონენტის მიერ დადგმული სიმძლავრის მოცულობა და მეორე ქსელზე გატარების შეღავათი დავადგინეთ, ანუ ქსელური კომპონენტის შეღავათი და ამ ორმა პარამეტრმა გამოიწვია ის, რომ ძალიან მაღალი აქტივობა იყო 2024 წლის, უბრალოდ მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს უკვე ენერგოპროს ქსელში პიკური ჯამური დატვირთვის 20%-ს მიაღწია ესეთი სიმძლავრის მოცულობამ, ამიტომ შეწყდა ნეტო აღრიცხვის სისტემაში ენერგოპროს ქსელში განაცხადების მიღება და სულ ახლახან ჩვენ დავამტკიცეთ ახალი მიდგომა, ეს არის ნეტო დარიცხვის სისტემა, რომელიც ევროპის შიდა ბაზრის დირექტივიდან გამომდინარეობს და ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. ევროპის ყველა ქვეყანა პრაქტიკულად გადავიდა ამაზე და ეს კანონი ერთად გავიტანეთ, ჩა. ბატონო, როგორც კი ეს კანონი დამტკიცა, ჩვენ მზა გქონდა უკვე რეგულაცია, დავამტკიცეთ და უკვე მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან შესაძლებელი არის განაცხადების შეტანა ნეტო დარიცხვის სისტემაზე. 2027 წლის 1 იანვრიდან მთლიანად გადავდივართ ამ ახალ მოდელზე. მანამდე თბილისში შესაძლებლობა არის ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩაერთოს მომხმარებელი, ვინაიდან არ არის შევსებული პიკური დატვირთვის 20% თელასის არეალში. ნიშნულოვანი, მინდა აღვნიშნო, რომ ნიშნულოვანი ზრდა 20-23-დან 24-მდე რაოდენობით თვალსაზრისით 50%-ზე მეტი არის, ხოლო გამომუშავების თვალსაზრისით ორჯერ მეტად არის. კი ბატონო. კი, ეს გამოიწვია ზუსტად იმ ორმა ფაქტორმა, რაზეც ვისაუბრე, რომ ესე იგი 100-დან 500 კილოვატამდე გაიზარდა, მეორე ქსელური გატარების შეღავათი დადგინდა და პოსტ-კოვიდ პერიოდში შესაბამისად ძალიან სწრაფად დაიწყო ზრდა ამ ასე თქვათ. ეს ყველა არის მიკროსიმძლავრის, ეს არის 9 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის.
რაც შეეხება ბუნებრივი გაზის სექტორს, ბუნებრივი გაზის სექტორში იცით თქვენ რომ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს რეგიონებში ახალი სოფლების გაზიფიცირება, შესაბამისად. ენერგეტიკაზე მოვჭით ხო? ელექტროზე კი. რამე კითხვები რო აღარ დაუბრუნდეთ ხო არ გაქვთ? კოლეგო. ლევან, რამე? კარგი. მემენდობით ესე. ბუნებრივი გაზის სექტორში 2023 წელს ჰქონდა 1%-ით შემცირება. დიახ. მომხმარებელს უძვირდება მომსახურება? მომხმარებელი ნეტო დარიცხვის სისტემის შემთხვევაში არ ესე იგი მუწევს ქსელური მომსახურების გადახდა, რასაც ადრე ნეტო აღრიცხვის შემთხვევაში არ ვახდევინებდით, ანუ რაზეც განთავისუფლებული იყო. ესე იგი მანამდე იყო გათავისუფლებული და ნეტოთი ხდება უკვე ერთობლივ. ანუ ნიშნავს რომ უძვირდება გადასახადი. გადასახადს არაფერს არ იხდის, უბრალოდ შეღავათით სარგებლობდა და ახლა ამ შეღავათით ვერ ისარგებლებს. თვითონ ევროპულ დირექტივაშიც წერია რომ დადგენილი საფასური ადეკვატური უნდა იყოს ამ სერვისისა. ჩვენ თავის დროზე იმიტომ გავაკეთეთ ეს შეღავათი, რომ გარკვეული სტიმული მიგვეცა მწვანე ენერგიის ქვეყანაში განვითარებისთვის, შედეგიც მივიღეთ და ახლა უკვე არის უფრო მეტად ინდუსტრიული ტიპის მზის სადგურების მშენებლობის დრო საშუალო და ასე თქვათ უფრო დიდი დადგმულის მძლავრი სადგურების მშენებლობის დრო კომპანიებიც გაიზარდნენ ამასობაში ძალიან ბევრი პროექტი განახორციელეს მათ ეს ერთადად სტარტაპები იქნებოდა ყველა ხო? კი ბატონო. არის როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირების საკუთარი მოხმარების და ზოგიერთ შემთხვევაში კომერციული დანიშნულებითაც გაკეთებული პროექტები. ბავშვ მივეცით საშუალება რომ გაზრდილიყო სახელმწიფოს ხარჯზე და ეხლა თვითონ უკვე ეს არის სრულწლოვანია და თვითონ და შეძლოს განვითარება. 2023 წელს ბუნებრივი გაზის სექტორს დაემატა 66,000-ზე მეტი ახალი აბონენტი, ხოლო 2024 წელს დაემატა 59,000-ზე მეტი ახალი აბონენტი. ეს არის სახელმწიფოს მიერ განხორციელებული გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში დამატებული ახალი აბონენტები, ან სადაც სოკარი შედის და დებს ასევე ინვესტიციას. ეს რატომ მოვიყვანე? იმიტომ რომ როგორც კი ახალი აბონენტი ერთდება, მერე უკვე ჩვენი რეგულირების ქვეშ ექცევა მთლიანად და ჩვენს მიერ დადგენილი წესები, მათ შორის მონიტორინგთან დაკავშირებით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ ყველაფერი ვრცელდება, ანუ ჩვენი რეგულირების არეალიც იზრდება ამ თვალსაზრისით. ესე იგი 20 განაწილების ლიცენზიანტი იყო 2023 წელს, ხოლო 2024 წელს შემცირდა 2.18 განაწილების ლიცენზიანტი ჰქონდა ბუნებრივი გაზის სექტორში, იმიტომ რომ მიმდინარეობს მცირე ბუნებრივი გაზის განაწილებელი ლიცენზიანტების შერწყმა მსხვილ ლიცენზიანტებთან. ძირითადი, ესე იგი, სამი მსხვილი მოთამაშე ყავს, ეს არის დედაქალაქში თბილისი ენერჯი, რეგიონებში სოკარ ჯორჯია გაზი და ასევე საქორ გაზი. და ჯამში ეს სამი ლიცენზიანტი ბაზის 90%-ზე მეც იკავებს. ხოლო დანარჩენი 15 ლიცენზიანტი არის დაახლოებით 10%-ამდე. ეს არის ძირითადად მცირე ლიცენზიანტები, რომლებიც თბილისში ან მის შემოგარენში არიან, ასევე რამდენიმე მუნიციპალური გაზის გამანაწილებელი კომპანია. 90%. 90%. აქ ბაზარზე კონცენტრაციის მაჩვენებელი მაღალი გვაქვს ჰერფინდალ ხრიშმანის ინდექსი. თუმცა ბუნებრივი მონოპოლია შესაბამისად ქსელში გვაქვს მონოპოლია, როგორც კი აქაც ეტაპობრივად ბაზარი გაიხსნება. თუმცა ფასებს ჩვენ არ ვარეგულირებთ ხო აქ პრობლემა უფრო მნიშვნელოვანია რომ სისტემა იყოს გამართული და ასე რა ქვია ფუნქციონირებდეს. ბატონო, ბუნებრივი გაზის სექტორში უნდა ითქვას ის რომ ავარიების რიცხვი, წვეტების რიცხვი გაცილებით უფრო მცირეა, თუ რაღაცა ფორს მაჟორი არ მოხდა, სხვა შემთხვევაში სისტემის გაუმართავების გამო წვეტები პრაქტიკულად არ გვაქვს. და ეს სისტემურადაც დიდი ნაწილი ახალი მოდერნიზებული სისტემები გვაქვს. ძირითადი ნაწილი ხო აი ბოლო წლებში როცა აქტიური მშენებლობები მიმდინარეობდა, ეს ნაწილია არის მოძველებული ქსელიც აქაც, თუმცა ჩვენს მიერ
შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების ფარგლებში ეს კომპანიები ახდენენ ამის მოდერნიზაციას. აქაც ამ შემთხვევაშიც ბუნებრივი გაზის სექტორშიც 2023 წელს 113 მილიონი ლარი იყო დაგეგმილი და თითქმის 180 მილიონი ლარი დაიხარჯა, ისევე როგორც 2024 წელს 122 მილიონი ლარი იყო დაგეგმილი და 212 მილიონი ლარი დაიხარჯა. ეს ბოდიში დავით, ეს კერძო ინვესტიციებია თუ სახელმწიფოც არის და კერძოც არის. გაზის ტრანსპორტირების კომპანია რაქსელსაც აშენებს, ეს არის ბიუჯეტიდან განხორციელებული პროექტები. რა წილი არის აი პროცენტულად სახელმწიფო და კერძო აი მაგალითად 212 მილიონიდან როგორ გაყოფთ არის თუ ზუსტად არ გვაქვს ინფორმაცია როგორ არის იცი წლების მიხედვით არის განსხვავებული იმიტომ რომ დაახლოებით ნახევარზე მეტი მაინც რადგან ეს არის ყოველწლიურად 50-60 აბონენტის გაზიფიცირება დაახლოებით ნახევარზე მეტი ეს არის სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ინვესტიციები, ხოლო არსებული ქსელის მოდერნიზაცია ან არსებულ არეალებში ახალი აბონენტების დამატებასთან დაკავშირებული ნაწილი რაც არის, ეს არის როგორც თბილისი ენერგიის, ასევე სოკარის და საქორგაზის მიერ განხორციელებული ინვესტიციები, ანუ ძირითადად ისინი ახორციელებენ. აი 212 მილიონი ლარი იყო, როგორც გითხარით, 2024 წელს განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა. აქაც მარეგულირებელი კომისიის მიერ ხორციელდება შესრულებული საინვესტიციო პროექტების მონიტორინგი. რაც შეეხება წყალომარაგების სექტორს. წყალომარაგების სექტორში ჩვენ 8 ლიცენზიანტი კომპანია გვყავს, საიდანაც ერთი სახელმწიფო საკუთრებაში, ეს არის გაერთიანებული წყალომარაგების კომპანია, 5 მუნიციპალური კომპანია, ხოლო 2 კერძო საკუთრებაში არსებული კომპანია. აქ არის კომპანიების ჩამონათვალი ჯამში 1.300.000-მდე აბონენტი არის წყალომარაგების სექტორში, რომელსაც მიეწოდება ჩვენი ლიცენზიანტების მიერ წყალი და აქაც ყოველწლიურად იზრდება აბონენტების რაოდენობა, ანუ დაფარვის არეალი, იგივე 2024 წელს 2023 წელთან შედარებით 4.74%-ით გაიზარდა აბონენტების რიცხვი. ჩვენ 2023 წელს ახალი ტარიფები დაუდგინეთ GVP-ს, ბათუმის წყალს, საჩხერის წყალს და საგარეჯოს. ეს არის 3-წლიანი ტარიფები წყალომარაგების სექტორში. შესაბამისად, მიმდინარე წელს ჩვენ წყალომარაგების სექტორში ტარიფების დადგენა არ გვიწევს, მაშინ როცა ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის შემთხვევაში მოგვიწევს. ჩვენი რეკომენდაციის საფუძველზე მცხეთის წყალი, თბილისის წყალი და რუსთავის წყალი გაერთიანდა, რადგან GVP-ს ჰოლდინგის შემავალი იყო სამივე კომპანია, ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით ჩვენს მიერ გაიცა ესეთი რეკომენდაცია, ამიტომ დღეისთვის უკვე ჯორჯია მოთერენ ფაუერი ოპერირებს სამივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. და ახაც წყალომარაგების სექტორში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობაა მოყვანილი ერთი ბოლო წლების განმავლობაში ზრდის ტენდენცია. აქაც ძირითადი წილი არის სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ინვესტიციები გაერთიანებული წყალომარაგების კომპანიის არეალში, თუმცა თბილისი, მცხეთა, რუსთავის არეალშიც ყოველწლიურად დაახლოებით 70-80 მილიონი ლარის ინვესტიციები ხორციელდება. 2023 წელს 468 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, 2024 წელს 623 მილიონი ლარის ინვესტიცია. აქაც წყალომარაგების სექტორში ინვესტიციების შემთხვევაში აქაც ავარიების რაოდენობა უნდა შემცირდეს და შესაბამისად დანაკარგების მოცულობა. ეგ მე ინტერესებს, ხო დანაკარგების ნაწილში როგორ არის, რა პროცენტი არის? წყალომარაგების სექტორში დანაკარგები ცოტა პირობითია, იმიტომ რომ მთლიანად სისტემიდან წამოღებული წყლის ზუსტი აღრიცხვა, ანუ მოპოვებული წყლის აღრიცხვა არის შეფასებითი მაჩვენებელი. აქეთ მხარეს მოხმარების ნაწილში ის რაც არის გამრიცხველიანებული, იქ ზუსტად ვიცით მოხმარების რაოდენობა, თუმცა იცით თქვენ რომ ყველგან მრიცხველები ვერ ყენდება ტექნიკურად, განსაკუთრებით ძველ კორპუსებში, აქედან გამომდინარე არის სულადობრივი დარიცხვა და შესაბამისად აქედან გამომდინარე ესეთი დანაკარგები წყლის სისტემაში არის პირობითი.
თქვი ამ თემასთან დაკავშირებით, აი დანაკარგის შემთხვევაში მოქალაქე როგორ ახდენს ამ დანაკარგის შესახებ ინფორმირებას, თქვენს ეს მოქალაქეს თუ რაიმე ავარია აქვს, ხო, თუ ამას გულისხმობთ, ანუ ავარიას ისინი რეკავენ მომსახურე კომპანიაში ცხელ ხაზზე, თუ რეაგირება არ არის, მაშინ მარეგულირებელ კომისიაში არეკავენ და შესაბამისად ჩვენ ვახდენთ მათ დამისამართებას და შესაბამისი დავალების გაცემას. ცხელი ხაზების მონიტორინგსაც ვახორციელებთ, ჩვენ უშუალოდ ქონდა კიდეც გასვლითი შემოწმება, როცა შევამოწმოთ ჯორჯი მოთენფაუერის კი ბატონო ცხელი ხაზი და ასევე რეაგირებები ავარიებზე, საიდან გამომდინარეც ქონდა კიდეც ჩვენ სანქცირება გამოყენებული გვაქვს რამდენჯერმე ჯორჯი მოთენფაუერი დაჯარიმებულია როგორც თბილისის, ასევე რუსთავის ნაწილში ამ კუთხით. და ოპტიმიზების ნაწილი რომ ახსენეთ, ანუ მონოპოლიად გარდაქმნა ხვალ მოხდა თუ ეს ისედაც მის ისედაც ანუ ერთი ჰოლდინგია, ერთ ჰოლდინგში შემავალი სამი კომპანია იყო, მცხეთის წყალი, თბილისის წყალი და რუსთავი, შესაბამისად ერთი ქუდია, ერთი დირექტორატია. აქედან გამომდინარე ამ ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით მივიღეთ ჩვენ ეს გადაწყვეტილება, რეგულირებადი სექტორია და შესაბამისად სამივე კომპანიას ჩვენ უწევდით ზედამხედველობას, ამ შემთხვევაში ერთ კომპანიას უწევთ ზედამხედველობას. თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წყალარინების ქსელი, ანუ კანალიზაცია, რომელიც ამის განუყოფელი ნაწილია, ერთიანი ტარიფი დგინდება, ხო? ერთი გამწვენდი ნაგებობაა, ერთი ქსელია, მცხეთიდან დაწყებული თბილისი, მერე რუსთავი და ჩაედინება გარდაბანში გამწვენდ ნაგებობის ტერიტორიაზე, აქედან გამომდინარე ამ თვალსაზრისითაც გამართლებული იყო ეს ოპტიმიზაცია. და აი ოპტიმიზაციაზე როდესაც ვსაუბრობ, ნიშნავს რომ ხარისხობრივი დაახლოებაც არის, აი გამიგია მაგალითად არ ვიცი შეიძლება ეს უტრირებულია, მაგრამ სიტყვაზე მცხეთის წყალი დასალევი წყალია, დასალევი წყალი არ არის და თქვათ GVP-ის წყალი დასალევია და ყველა წყალი რომელშიც ეს კომპანია ოპერირებს არის დასალევი, იმიტომ რომ თვითონ მათი ლაბორატორიის მეშვეობით ხდება წყლის სინჯების და ნიმუშების აღება, ყველა როგორც სათავე ნაგებობაზე, ასევე შუალედურად და ასევე წყლის განაწილების სადგურებზე და გარდა ამისა პერიოდულად სურსათის ეროვნული სააგენტო, რომელიც ექვემდებარება სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს, იზიღებს ასევე დამოუკიდებლად სასველი წყლის სინჯებს და ნიმუშებს და ადარებს სტანდარტებს. აქედან გამომდინარე, ყველა წყალი არის ვარგისი, რაც მათ სისტემაშია. რაც შეეხება მელიორაციის სექტორს, ეს არის ახალი სექტორი, რომელიც ჩვენ 2 წლის წინ დაგვემატა რეგულირებისთვის. მელიორაციის სექტორში ძალიან აქტიურად მუშაობდით შესაბამის დარგობრივ სამინისტროსთან და მელიორაციის კომპანიასთან, დამტკიცდა საირიგაციო წყლის მიწოდების წესები, ასევე დამტკიცდა პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგია, შესაბამისი ანგარიშგების ფორმები და ასე შემდეგ და თქვათ ამ თვალსაზრისით ბოლო 2 წელი იყო ასევე მათთან ერთად ძალიან აქტიური მუშაობის პერიოდი. წლიურ ანგარიში მოცემულია და თქვენთანაც წარმოდგენილი არის ჩვენს მიერ დადგენილი ტარიფების შედარება ჩვენი მეზობელი ქვეყნების ტარიფებთან და ასევე ევროპის ქვეყნების სამომხმარებლო ტარიფებთან, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფი ერთ-ერთი დაბალია, ჩვენზე დაბალი ჩვენს რეგიონში მხოლოდ აზერბაიჯანს და თურქეთს აქვთ, იმიტომ რომ მათ გააჩნიათ საკუთარი, ასე ვთქვათ, საკმაოდ მდიდარი რესურსები და ასევე სუბსიდირების მექანიზმები, აქედან გამომდინარე ახერხებენ ისინი ანალოგიურად არის ჩვენც გაგვაჩნია რესურსები და ვიყენოთ და უნდა გამოვიყენოთ. ანალოგიურად არის ბუნებრივი გაზის შემთხვევაშიც, რომ ჩვენზე დაბალი ტარიფები მხოლოდ თურქეთს და აზერბაიჯანს აქვს, ყველა სხვა ქვეყანა ჩვენზე გაცილებით მაღალი ტარიფები აქვს. რაც შეეხება წყალმომარაგების ეს ორი ბოდიში უაღრესად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხელმისაწვდომი ელექტროენერგია და ენერგორესურსი კონკურენტულ უპირატესობას აძლევს ქვეყანას და განსაკუთრებით თანამედროვე ეკონომიკაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასე წარმატებით მივდივართ სატარიფო მაქსიმალურად ტარიფების დადგენის დროს ჩვენ ვწურავთ კომპანიების ხარჯებს და ბოლო ტარიფის დადგენა რაც ქონდა განაწილების სექტორში 2020 წლის ბოლოს
ჯამში 70 მილიონ ლარამდე თანხა ორ გამანაწილებელ კომპანიას ჩვენ არ გაუთვალისწინეთ ტარიფში ჩვენი აუდიტის შედეგად, იმიტომ რომ ესეთი ტიპის გაწეული ხარჯები არ იყო უშუალოდ ელექტროენერგიის განაწილებასთან დაკავშირებული ხარჯი. და ჩვენი აუდიტის ანგარიშები ღია ასევე იდება ვებგვერდზე და შესაბამისად ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ასევე ნახოს ეს ყველაფერი. ბატონო დავით, დავამატებ. ოპტიმიზაციის შესაძლებლობა ძირითადად არსებობს საოპერაციო დანახარჯების კუთხით, არაგონივრული, არამიზანშეწონილი ხარჯები ტარიფში არ გაითვალისწინება. რაც შეეხება კაპიტალურ დანახარჯებს, ისევ თქვენ შეკითხვას მიუბრუნდები, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დანახარჯია არა მარტო ფაქტობრივად გაწეული ხარჯებთან მიმართებაში, არამედ საპროგნოზო ინვესტიციებთან მიმართებაში, რომელსაც ჩვენ წინასწარ ავსახავთ შესაბამის რეგულირების პერიოდზე ტარიფში და წავახალისოთ ინვესტიციები და ქსელების რეაბილიტაცია და ზუსტად იქედან გამომდინარე, რომ საკმაოდ მასშტაბური საინვესტიციო პროექტებია, იგივე თელაში, ენერგოპროში, GVP-ში, თლიანი დანახარჯების წილი ამ საპროგნოზო კაპექსის გათვალისწინებით ამ კომპანიათან მიმართებაში 40%-საც კი აღწევს თლიან დანახარჯებში, მათ შორის. ნაწილში გეთანხმებით აბსოლუტურად და უნდა აღვნიშნო ისევ კიდევ ერთი რამ, რომ ეს კაპიტალური დანახარჯები, რომელიც მიმართულია მოდერნიზაციისკენ, ხო, ეს თავის მხრივ ამ საწარმოების პროდუქტიულობას უზრდის და შესაბამის გრძელვადიან პერსპექტივაში ხარჯებს ამცირებს და ამისი ჯამური შედეგი რო შეაფასო, საერთოდ ჯამში სწორი მოდელირების შემთხვევაში ტარიფის დაში არ უნდა აისახებოდეს. ეს არის მთავარი მიზანი, რომ რეგულატორის მხრიდან რომ მიღწეული იქნას ბაზრის მოთამაშეების მიმართ. ესაა უაღრესად მნიშვნელოვანი კომპონენტი, იმიტომ რომ ერთი მხრივ იმიტომ თუ მოდერნიზებული არა სისტემა დანაკარგი იზრდება, დანაკარგი ხარჯია, მაგრამ თუ იგივე კომპანია დანაკარგს შეამცირებს, ეს დამატებითი შემოსავალია და საერთოდ ჯამში ერთი მეორეს ნეტავს და ეს არის სწორად დასანახი და ამაზე არის განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებული, რომ კაპექსი არ ნიშნავს ტარიფის დას, კაპექსი ნიშნავს დამატებით შემოსავალს. აი ეს მიდგომა უნდა იყოს ჩვენი მხრიდან, ჩვენი რეკომენდაცია, რომ ძირითადი ხაზის მატარებელი და მნიშვნელოვანი რესურსი არის ამ ნაწილში კომპანიებისთვისაც მნიშვნელოვანი რესურსია, რომელსაც შეუძლია მინუსი დამატებით შემოსავლად აქციებს. აქ თავარი არის ჩვენ რასაც უყურებთ ჩემი აზრით, ერთადერთი სახელმწიფოს როლი რა შეიძლება იყოს, რომ ასეთი კაპექსის მაგალითად ფინანსური სახსრების მოზიდვის ნაწილში შეიძლება რაღაც კონკრეტულ პროექტებში დაეხმარო ფულის სესხის ხარჯთან დაკავშირებით. ეს არის ერთადერთი დანარჩენები, აქ ძირითადად კაპიტალურ დანახარჯებმა ტარიფზე არ უნდა იმოქმედოს. უბრალოდ პირიქით უფრო მეტი შემოსავალი გაუჩინოს კომპანიას. აბსოლუტურად გეთანხმებით, როდესაც 300 მილიონ ლარზე საუბარი წელიწადში ინვესტიციაზე 5 წლიან რეგულირების პერიოდზე 1.5 მილიარდი ლარი მარტო ენერგოპროს ქსელში ინვესტიციებზე საუბარი. თავისთავად ცხადია, მარტო საკუთარი კაპიტალით ამას კომპანიები ვერ შეძლებს, სესხები უნდა აიღონ ადგილობრივ ბაზარზე. ადგილობრივი კომერციული ბანკები რასაკვირველია, მხოლოდ სინდიცირებული სესხები თუ შეძლებენ ამის განხორციელებას და ისიც ალბათ რთულად განსახორციელებელი იქნება და იყო საუბარი იმაზეც, რომ დაუშვათ საპენსიო ფონდმა რატომ არ შეიძლება დაუშვათ თუ შესაბამისი ცვლილებები იქნება კანონში ასეთი პროექტების განხორციელებისთვის შესაბამისი სესხები გასცეს უფრო შეღავათიან პროცენტში და ეს ინვესტიციები განხორციელდეს მაშინ, როდესაც მარეგულირებული კომისია თავისი მეთოდოლოგიით ამ ინვესტიციების ტარიფში გათვალისწინებას გარანტირებულად ახორციელებს. შესაბამისად, ეს ძალიან კარგი აზრია, რომ აი სესხების შეღავათიანი სესხების აღების ნაწილში სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ამ ინვესტიციებს. იმ წინაპირობით, რომ გაკეთებული კაპიტალური ინვესტიცია საბოლოო ჯამში კონკრეტულ კომპანიას დამატებით შემოსავლებს გაუჩენს, რომელიც ჩვენ საუბრობთ ახლა სესხის ფულის ხარჯზე, რომელიც არის პროცენტი, მაგრამ ამ პროცენტის გაწევის შემდეგ დახარჯული კაპიტალი შემდეგი 5 წლის პერსპექტივაში ამ მეორე მხრივ დანაკარგის შემცირების ნაწილზე შექმნილი დამატებითი შემოსავალ ერთმანეთს უნდა განეტოს. ამ შემთხვევაში აქვს აზრი. აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, განეტვა ამის ვერ მოხდება, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ დანაკარგი
სრული განულებისკენ ვერ წავა ელექტროენერგეტიკის სექტორში ბუნებრივად. თუმცა რასაკვირველია ხარჯების ეკონომია უნდა გამოიწვიოს, მაგრამ ტარიფზე გავლენა მაინც იქნება. ერთ-ერთი ეს ასე ვთქვათ ვერ დაკომპენსირდება, თუმცა რასაკვირველია ინვესტიციების ზრდა, ჭკვიანი რიცხველების ქსელში მონტაჟი, ეს ყველაფერი საოპერაციო დანახარჯების ოპტიმიზაციას იწვევს და ეკონომიებს გვაძლევს. თუმცა პირველ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში გარკვეული გავლენა კაპექს ექნება. როგორც გითხარით, მაგალითად თელასის ქსელში ჯამში ფაქტობრივად საპროგნოზო კაპექსის გათვალისწინებით კლიენტ დანახარჯების 40% მარტო ინვესტიციებიდან გამოწვეული ხარჯზე მოდის. ენერგოპროსთან 40% ცოტა შეიძლება გადააჭარბოს. გავიგე, მაგრამ ეს კაპექსი გაცვლილია, გააჩნია კონკრეტულ იმას მოდერნიზაციის პროგრამას, ზოგი შეიძლება 20 წელზე იყოს გაცვლილი, ზოგი 25-ზე და ზოგი 50-წელზე. ყველა შესაბამისად, აი ასე რომ ამ მოდელირება რო გააკეთოს შედეგრობრივად, ხო საბოლოო ჯამში, ხო ძალიან ახლოს იქნები. კი, გვაქვს ჩვენ სხვადასხვა სახე. მაღალი ძაფის ქსელებზე 40 და 45 წელია და ეს ნორმები გვაქვს ჩვენ განსაზღვრული ყველა. წყალმომარაგების ტარიფები გვაქვს ასევე შედარებული დედაქალაქებთან და ამ შემთხვევაში თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საყოფაცხოვრებო ტარიფი გვაქვს ვიდრე ყველა სხვა ჩვენს მიერ შედარებად ქვეყანასთან. თუმცა აქ უნდა ითქვას ის, რომ საყოფაცხოვრებო ტარიფი, რომელიც არის ჩვენს მიერ დადგენილი ჯვარედინის სუბსიდირებით, ანუ კომერციული სექტორი, უფრო სწორედ არასაყოფაცხოვრებო სექტორი ეხიდება, ასე თქვათ, საყოფაცხოვრებო ტარიფს. მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე გადავალ. ამ 2 წლის განმავლობაში 23-24 წლებში სამეხში 6000-ზე მეტი განცხადება საჩივარი შევიდა და ჩვენს მიერ არასწორად დარიცხული ან ხანდაზმული დავალიანებების მოცულობამ, რომელიც ჩამოეწერათ მომხმარებლებს 6.400.000 ლარზე ცოტათი მეტი შეადგინა. მნიშვნელოვანი ასევე ის, რომ ჩვენ დამტკიცებული გვაქვს მომსახურების სტანდარტები, აქედან გამომდინარე თუ კომპანიები ამ მომსახურების სტანდარტებს არ ღვევენ, ესეთ შემთხვევაში მომხმარებელს ანუ აბონენტებს მათ უნდა დაურიცხონ კომპენსაციები. ჯამში 2023-24 წლებში კომპენსაციის სახით კომპანიებმა მომხმარებლებს გადაუხადეს 3.700.000 ლარზე მეტი. მომსახურებების გამარტივებაზე მუშაობთ ასევე მაქსიმალურად აქტიურად. ეს არის როგორც თანამედროვე საინფორმაციო სისტემების გამოყენება, ასევე ახალი სისტემების მოფიქრება. 2024 წელს ჩვენ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის ერთიანი ცენტრალური გათბობის სისტემის მარეგულირებელი ნორმა მივიღეთ, რამაც უნდა უზრუნველყოს დანახარჯების შემცირება და ეფექტიანობა უნდა გაზარდოს. აქედან გამომდინარე, რამდენიმე კომპანიამ უნდა უკვე დაიწყო ამის გამოყენება და ველოდებით, რომ ასე ვთქვათ, ეს აქტივობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ძალიან აქტიურად მუშაობდით იუსტიციის სახლთან, ჩვენი კომუნალური სერვისების იქ გადატანასთან დაკავშირებით და იზრდება იუსტიციის სახლში წლების მიხედვით მომართვიანობის დინამიკა, რაც გულისხმობს იმას, რომ იქ ჩაშენებულმა სერვისებმა გაამართლა, თუ ადრე პირს ბინის ან სახლის გაყიდვის დროს ჭირდებოდა ის, რომ აბონენტის გადასაფორმებლად ცალ-ცალკე მისულიყო ელექტროკომპანიაში, გაზის კომპანიაში, წყლის კომპანიაში, დღეს ეს ყველაფერი იუსტიციის სახლში ხორციელდება. PIPK-ის 303 დიეზის სერვისი, რაც ჩვენ შემოვიღეთ, ეს არის მობილური ტელეფონის მეშვეობით ინფორმაციის ოპერატიულად მიღება და გაცვლა, რაც ეს სერვისი დავნერგეთ იქიდან დღემდე 6.600.000-ზე მეტი ტრანზაქცია განხორციელდა, 15-მდე სხვადასხვა ოპერაცია შეუძლიათ აბონენტებს განახორციელონ ამ სერვისის მეშვეობით. ისევე როგორც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად მუშაობდით მუნიციპალიტეტების მიერ დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით ერთიანი პორტალის ფორმირებაზე და თვითმმართველ ქალაქებში ეს სისტემა უკვე აწყობილია, რაც
გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების და ხაზობრივი ნაგებობების ობიექტების დროს ერთიანი, ასე თქვათ, ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით პროექტების შეთანხმებამ, რამაც გაამარტივა აღნიშნული პროცესი. განახლდა საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატი ISO 9001:2015, რომელიც მარეგულირებელ კომისიას გააჩნია და აღნიშნული სერტიფიკატი ძალაშია მომდენო 3 წლის მანძილზე 2027 წლის ბოლომდე. ასევე 2023 წელს სემეკმა მოიპოვა მსოფლიო ენერგეტიკის მარეგულირებელთა ფორუმის ჩატარების უფლებამოსილება. ეს იქნება მსოფლიოში მე-9 ფორუმი, რომელსაც 2026 წელს თბილისი უმასპინძლებს. 2026 წლის სექტემბრის ბოლოს არის დაგეგმილი აღნიშნული ფორუმი, სადაც 150-ზე მეტი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას და 1000-ზე მეტი დელეგატი ენერგეტიკის მარეგულირებელი ჩამოვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და ეს იქნება ძალიან მასშტაბური მნიშვნელოვანი ღონისძიება. პირველი შემთხვევა, როცა ჩვენაირმა, ასე ვთქვათ, პატარა ქვეყანამ მოიპოვა აღნიშნული უფლება, მაშინ როცა ადრე სულ დიდ და, ასე ვთქვათ, მაღალი განვითარების მქონე ქვეყნებში ტარდებოდა აღნიშნული ფორუმი. ამ 2 წლის განმავლობაში პატრონ რეფორმებმა და ჩვენმა მონდომებამ 2 წელზე მეტი მუშაობდით იმაზე, რომ ეს, ასე ვთქვათ, უფლება მოგვეპოვებინა. 114 საჯარო სხდომა ჩატარდა, სადაც 1959 გადაწყვეტილება იქნა მიღებული, 133 დადგენილება, ხოლო 788 გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე იქნა მიღებული ამ 2 წლის განმავლობაში. რაც შეეხება მომხმარებელთან ურთიერთობებს, ჩვენ ესე იგი გითხარით, რომ უკაცრავად ერთი სლაიდი გამოვჩა. ეს არის ინფორმაციის საჯაროობა. ამ 2 წლის განმავლობაში სულ 126 წერილობითი მოთხოვნა იქნა სემეკში წარდგენილი ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით, საიდანაც აბსოლუტური უმრავლესობა სრულად დაკმაყოფილდა, 11 არ დაკმაყოფილდა და 12 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. არ დაკმაყოფილდა, იმიტომ რომ ესეთ შემთხვევაში ეს ინფორმაცია არ ინახებოდა სემეკში და შესაბამისი გადამისამართება მოხდა, ან კიდევ ნაწილი ამ ინფორმაციის შესაძლოა განეკუთვნებოდეს კონფიდენციალურ ინფორმაციას და აქედან გამომდინარე არ ხდება მისი საჯაროდ გაცემა. 27,000-28,000-მდე ზარი დაფიქსირდა სემეკის call ცენტრში და სოციალური ქსელით მომართვა გააკეთა 2345-მა მომხმარებელმა. ზარები ძირითადად სხვადასხვა ინფორმაციების მიღებას, კონსულტაციების გაწევას ან კომუნალურ კომპანიებში არსებულ პრობლემებს უკავშირდება. ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო ძირითადი ინფორმაცია, რაც მე მინდოდა მომეწოდებინა. აქვე დავძენ იმას, რომ ორივე წლის ბოლოს ჩატარდა დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ ჩვენი საფინანსო საქმიანობის აუდიტი და ორივე შემთხვევაში დასკვნა არის დადებითი დამატებითი რეკომენდაციების გარეშე. ხება ხო არ გვაქვს რამე დამატებით? ბატონო, დიდი მადლობა. მე ერთი კომენტარი მაქვს, რომ პირველ რიგში მადლობა ასეთი სრულყოფილი პრეზენტაციისთვის. სემეკის საქმიანობა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს ეხება ენერგეტიკას, ელექტროენერგიას, გაზს, წყალს და ჩემი პირადი რეკომენდაცია იქნება, რომ კიდევ უფრო აქცენტები გაკეთდეს, რომ ქსელის მოდერნიზაციის პროცესი კიდევ უფრო ჩქარა გაგრძელდეს, რომ რაც ნიშნავს იმას, რომ სისტემა მოდერნიზებული იქნება კიდევ უფრო მეტი. მაგალითად ძალიან საინტერესო იქნება ამ სექტორებში ხელოვნური ინტელექტის ელემენტების შესაძლებლობების დანერგვას, იმიტომ იმაჩნია ეს მნიშვნელოვნად გაზის პროდუქტიულობას და უაღრესად საამაყო ის, რომ ტარიფის ნაწილში საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ასე რომ ვთქვათ, ევროპის ქვეყნებს შორის და ჩვენ ყველაზე დაბალი ტარიფი გვაქვს და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ენერგოსისტემა კონკურენტუნარიანია და ეს საშუალებას მიაძლევს ქვეყნის ეკონომიკას ზრდაში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. კოლეგებო, ცნობად მივიღოთ 2023 წლის ანგარიში და ასევე ცნობად მივიღოთ 2024 წლის ანგარიში. მადლობა. წარმატებებს გისურვებთ.
ერთი დარჩა. ბოდიში ხდით ახლა ერთი საკითხი დაგვრჩა კიდე არ დასრულებული. მეექვსე საკითხი არის სიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ წარმოდგენილი შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2024 წლის ანგარიში. მოხსენებელი შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი მთავარი შრომის ინსპექტორი ბექა ფერაძე. ბატონო ბექა. მოგესალმებით, ბატონო თავმჯდომარე, პატივისცემულო პარლამენტის წევრებო. წარმოგიდგენთ შრომის ინსპექციის სამსახურის 2024 წლის ანგარიშს. როგორც მოიხსენებათ, შრომის ინსპექციის სამსახური ქვეყანაში ფუნქციონირებს 2015 წლიდან, რომლის მანდატიც ეტაპობრივად ფართოვდებოდა. 2015 წელს იყო დეპარტამენტის სახით წარმოდგენილი და ფაქტობრივად სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირებებით იყო შემოფარგლული. ეტაპობრივად მისი მანდატი რამდენიმე კანონით იქნა რეგულირებული და დღეს მდგომარეობით უკვე ფაქტობრივად სრულფასოვანი შრომის ინსპექციის სამსახური არის ქვეყანაში ჩამოყალიბებული, რომელიც შესაბამის დირექტივებს სრულად პასუხობს. მანდატი დღის მდგომარეობით წარმოდგენილია შემდეგნაირად. შრომის ინსპექციის სამსახური აღასრულებს საქართველოს კანონს შრომის უსაფრთხოების შესახებ, თემატურად დაკავშირებულ ტექნიკურ რეგლამენტებს, საქართველოს შრომის კოდექსს და მასთან დაკავშირებულ ტექნიკურ რეგლამენტებს, საქართველოს კანონს საჯარო სამსახურის შესახებ, ასევე შრომითი მიგრაციის შესახებ კანონპროექტის აღსრულება ეს შედარებით ახალი მანდატია და ასევე მოვართ ტრაფიკინგთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორი და იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის შესახებ ბრძოლაში ჩართული ვართ 2016 წლიდან. დღეს მდგომარეობით 2024 წლის მდგომარეობით 167 საშტატო ერთეულით იყო სამსახური დაკომპლექტებული, საიდანაც 123 იყო ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირი, 2025-ში ეს უკვე გაზრდილია, მაგრამ ამას უკვე შემდგომი წლის ანგარიში მოგახსენებთ. ასევე ჩვენ კანონით გვაქვს ვალდებულება მეტნაკლებად დაცული იყოს ბალანსი ქალის და მამაკაცის ოდენობის კუთხით უშუალოდ ინსპექტირებაში ჩართული პირების და ახაც მაქსიმალურად გათვალისწინებული აღნიშნული საკითხი. წლიდან წლამდე და მას შემდგომ რაც შრომის ინსპექცია საჯარო სამართლის იურიდიული პირია, ეს არის 2021 წელი. შესაბამისად სრულფასოვანი კანონის აღსრულებაც აქედან დაიწყო, შეიძლება ვთქვათ 2021-დან 2024 წლის ჩათვლით გაზრდილია ყოველწლიურად ინსპექტირების რაოდენობები და ჯამში თუ ვთქვათ 2021 წელს 1000-მდე ინსპექტირება იყო, უკვე 2024 წელს 5000-ზე მეტი აქტივობა იქნა განხორციელებული. რაც შეეხება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით უშუალოდ რო დავკონკრეტდეთ, 1900-ზე მეტი ინსპექტირება განხორციელდა და ინსპექტირება შეეხო 84000-ზე მეტ დასაქმებულ პირს. ფაქტობრივად ჩვენ დამტკიცებული გვაქვს მთავრობის დადგენილებით ეკონომიკური სექტორები და ვცდილობთ, რომ ყოველი ეკონომიკური სექტორი იყოს ქვეყნის მასშტაბით მოცული, ამიტომ აქ ანგარიში დეტალურად არის წარმოდგენილი, ყველა ეკონომიკური სექტორი არის მოცული, თუმცა ცხადია, პრიორიტეტები გვაქვს და მაღალი რისკის და განსაკუთრებით მაღალი რისკის სექტორები უფრო მეტი ინტენსივობით მოწვდება, ვიდრე ვთქვათ მსუბუქი მრეწველობის საოფისე მიმართულებით რომელიმე დარგი, ვინაიდან რისკი სადაც მაღალია, განხორციელებული აქტივობა შედარებით მეტია ჩვენი სამსახურის მიერ.
ასევე დეტალურად არის დარღვევებთან დაკავშირებით ანგარიში წარმოდგენილი ინფორმაცია, მაგალითის სახით შეიძლება იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებთან დაკავშირებული პრობლემები, რისკის შეფასებასთან დაკავშირებული პრობლემები, სწავლება ინსტრუქტორთან დაკავშირებული პრობლემები, ტექნიკურ აღჭურვილობასთან და გაუმართავ დანადგარებთან დაკავშირებული პრობლემები და ასე შემდგომ ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი რაც უნდა შეფასდეს სამსახურის ეფექტური ფუნქციონირება ეს არის სამუშაო ადგილზე მომხდარი ინციდენტების და ფატალური შემთხვევების ოდენობა მას შემდგომ რაც შრომის ინსპექციის სამსახური შეიქმნა 44%-ით არის ფატალური შემთხვევები შემცირებული სამუშაო ადგილზე და 2025 წელს მართალია ეს ანგარიში არ ხდება მაგრამ წინა წელთან შედარებით 50%-ით არის შემცირებული ფატალური უბედური შემთხვევები სამუშაო ადგილზე. რაც შეეხება შრომის უფლებების ზედამხედველობას 2021 წლიდან გვაქვს ჩვენ ეს მიმართულება აღვასრულებს შრომის კოდექსს და საჯარო სამსახურის შესახებ კანონს ამ მიმართულებით ასევე მიგრაცია არის ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება ამ დეპარტამენტის 2200-ზე მეტი აქტივობა განხორციელდა საანგარიშო წლის განმავლობაში და 39,000-ზე მეტ დასაქმებულ პირს შეეხო ზედამხედველობა. აქაც ამ შემთხვევაში ფაქტობრივად ყველა ეკონომიკური სექტორი არის დაფარული და რაც შეეხება გამვლელ დარღვევებს შემდეგნაირად არის ძირითადი დარღვევა მაინც უკავშირდება შრომით ხელშეკრულების არსებით პირობებთან დაკავშირებულ დარღვევებს. აქ როგორც მოიხსენებათ, კანონმდებლობით არის განსაზღვრული არსებითი პირობები შრომით ხელშეკრულების, რომელიც სავალდებულოა რომ იქნას ხელშეკრულებაში გათვალისწინებული და შესაბამისად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინსპექტორების პროცესში. ასევე სამუშაო დროსთან და შესვენებასთან დაკავშირებული პრობლემები არის ყველაზე ხშირად გამოვლენილი დარღვევები, ანაზღაურების და ანაზღაურების დროსთან დაკავშირებული პრობლემები, როგორც მოიხსენებათ, შრომის კოდექსი განსაზღვრავს, რომ თვეში ერთხელ უნდა გაიცემოდეს ხელფასი, ამიტომ ამ მიმართულებით ხდება ხოლმე გარკვეული გამოწვევები. ზეგანაკვეთური სამუშაო შესრულებასთან დაკავშირებით, როდესაც არ ხდება შესაბამისი ტარიფით ანაზღაურება და შრომით ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული პრობლემები. რაც შეეხება არასრულწლოვანთან დაკავშირებულ დარღვევებს 9 ობიექტზე გამოვლინდა 30 არასრულწლოვანის მიმართ დარღვევა შესაბამისი ადმინისტრაციული სახელი იქნა გამოყენებული აქაც ამ შემთხვევაში კანონმდებელი არის მკაცრი თუ ლავირების საშუალება გვაქვს ცალკეულ შემთხვევაში როდესაც სტანდარტულად ვახორციელებთ ინსპექტირებას თუ ორსულის ან არასრულწლოვანის მიმართ ხვდებით ჩვენ დარღვევას უკვე გარკვეული სიმკაცრით განისაზღვრება კანონმდებლობა და სამმაგი ოდენობით ითვალისწინებს დაჯარიმებას თითოეულ დარღვევაზე. ასევე დისკრიმინაცია არის ერთ-ერთი ჩვენი ძირითადი მიმართულება 216 ინსპექტირება განხორციელდა ამ მიმართულებით 72 დისკრიმინაციის ფაქტი იქნა გამოვლენილი რომელზეც ასევე შესაბამისი რეაგირება იქნა განსაზღვრული სამსახურის მიერ და ეს მიმართულება მოიცავს არა მხოლოდ უშუალოდ სამუშაო ადგილების შემოწმებას, ასევე ვაკანსიის გამოქვეყნების ეტაპზეც, ანუ წინა სახელშეკრულებო ურთიერთობის დროს თუ რაიმე ტიპის დისკრიმინაციული ჩანაწერით არის რომელიმე ვაკანსია გამოქვეყნებული, რომელიც თავიდანვე უზღუდავს პირს დასაქმების შესაძლებლობას, ამაზეც პერიოდულად ვახორციელებთ ზედამხედველობას და წლიდან წლამდე აქაც უკვე შემცირებული არის ფაქტობრივად დასაქმების შესაბამის ონლაინ პორტალზე გამოქვეყნებული ვაკანსიები, რომელიც დისკრიმინაციული შემცველობის არის. იძულებით შრომის მიმართულებით, როგორც უკვე აღნიშნე, ერთ-ერთი ჩვენ ძირითადი მიმართულებაა იძულებით შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის გამოვლენის მიმართულებით 200-ზე მეტი ინსპექტირება განხორციელდა საანგარიშო წლის განმავლობაში, თუმცა ყველა ინსპექტორი არის დატრენინგებული და 5000-ზე მეტი ინსპექტირება როდესაც ვახსენე თუ რაიმე HV გაუჩნდება რომელიმე ინსპექტორს უკვე რეფერირებას ახორციელებს შესაბამის დეპარტამენტში და უკვე მეორე დეპარტამენტი იწყებს აქტიურად შესაბამის პროცედურების განხორციელებას და თუ დადასტურდება ან მნიშვნელოვანი ეს HV უკვე შესაბამის უწყებებს ვთავთ პროცესში და ერთობლივად ახორციელებთ გარკვეულ ღონისძიებებს. რაც შეეხება 2024 წელს
შრომით მიგრაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და უკვე 2026 წლიდან ეს მანდატი კიდევ უფრო გაფართოვდა თუ საშუალო კომპანიების ინსპექტირებას ვახორციელებთ და ასევე მიგრაციის შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული იყო გარკვეული მოთხოვნები, სადაც რომლის დაკმაყოფილების ვალდებულება ძირითადად ხელშეკრულების ნაწილში უწევდა დამსაქმებელს, უკვე 2026 წლიდან გვექნება მანდატი, რომ თუ რომელიმე უცხო ქვეყნის მქონე პირი, რომელიც ნებართვის გარეშე მუშაობს ჩვენ ქვეყანაში, მათი გამოვლენის და შესაბამისი ღონისძიების განხორციელების მანდატი დაგვიმატა, რომელიც ძალაში 2026 წლის 1 მარტიდან შევა. ასევე ჩვენ ვახორციელებთ აკრედიტაციის პროგრამას, როგორც მოგეხსენებათ, კომპანიებს აქვთ ვალდებულება ჰყავდეთ უსაფრთხოების სპეციალისტი და ამ მართულებით როგორც ორგანიზაციების აკრედიტაციას, ასევე შესაბამის ტესტირებას ვახორციელებთ და ამ მართულებითაც მნიშვნელოვანი პროგრესი ფიქსირდება წლიდან წლამდე. რაც შეეხება ნორმატიულ დონეზე განხორციელებულ ცვლილებებს, საანგარიშო პერიოდში შემოშევებული იქნა სამუშაო სივრცეში მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი საქართველოს მთავრობის დადგენილებით და ასევე განხორციელდა რიგი ცვლილებები რამდენიმე კანონქვემდებარე აქტში, ძირითადად ეს იყო სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების ტექნიკურ რეგლამენტში. აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით, ჯამში 18-მდე ტექნიკური რეგლამენტი გვაქვს მისაღები მიმდინარე წლებში, რომელიც შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სრულად ჩამოაყალიბებს უკვე უსაფრთხოების სტანდარტებს ამა თუ იმ დარგში. ცნობიერების ამაღლების მიმართულება არის ასევე ერთ-ერთი ჩვენი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ჯამში 10 ვიდეო რგოლი მომზადდა საანგარიშო პერიოდში 37 შეხვედრა გაიმართა. და შესაბამისად მივაწოდეთ ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს იმ საჭიროების და ვალდებულებების შესახებ, რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს. მომავალში აქტიურად გავაგრძელებთ შრომის უსაფრთხოებისა და შრომის უფლებების აღსრულების სისტემის გაუმჯობესებისთვის სხვადასხვა აქტივობას და როგორც მოგახსენებთ, ამ მიმართულებით ასევე რამდენიმე მიმართულებით საკანონმდებლო ნორმატიულ დონეზე გვაქვს მუშაობა დაწყებული, რომ კიდევ უფრო დარეგულირდეს შრომის უსაფრთხოებისა და შრომის უფლებების მიმართულებით ქვეყანაში არსებულ ნორმებში. დიდი მადლობა, კითხვების შემთხვევაში მზად ვარ. დიდი მადლობა, კოლეგებო, კითხვები, აბა, კითხვები გვაქვს. მოგესალმებით, დიდი მადლობა წარმოდგენილი ანგარიშისათვის და დიდი მადლობა იმ საქმიანობისათვის, რასაც თქვენი სამსახური ეწევა. რამდენიმე კითხვა მაქვს. პირველი ეს არის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, ცოტა უფრო მეტად რომ გითხრათ, როგორ არჩევთ, ანუ პრიორიტეტული ორგანიზაციები, როგორ ხდება პრიორიტიზაცია და ეფექტიანობა თვითონ ამ მეთოდოლოგიის, ხო ვფიქრობთ, რომ საჭირო რაიმე ტიპის გადახედვა ან ცვლილება ამასთან დაკავშირებით. ასევე ანგარიში ნაჩვენები იყო, რომ უბედური შემთხვევების შემცირებულია მნიშვნელოვნად, თუმცა გაზრდილია პირველადი ინსპექტირებები. ანუ ასევე იყო, ასე ვთქვათ, საინტერესო მაჩვენებელი ჯარიმების შემცირებასთან ერთად დარღვევები იყო გაზრდილი. ანუ აქ იგულისხმება, რომ ისინი თანამშრომლობაზე მოდიან და რეკომენდაციებს ითვალისწინებენ და ამიტომ არ ხდება ჯარიმების გადახდა თუ რასთან გვაქვს საქმე. ასევე მნიშვნელოვანი იყო ანგარიში, რომ არასრულწლოვანთა შრომის მიმართულებით შემცირება არის და ამ კუთხით რა მექანიზმები გვაქვს კიდე დამატებით, რომ ეს ფაქტობრივად რაც შეიძლება ნულამდე დავიყვანოთ და განათლების კომიტეტის კუთხით მაინტერესებდა პროფესიულ განათლებაში ძალიან მნიშვნელოვნად და თითქმის უმეტეს პროფესიულ კოლეჯებში არის შრომის უსაფრთხოების სწავლება დანერგილი. ამ კუთხით ხომ არ ფიქრობთ რაიმე ტიპის დამატებით საჭიროებას განათლების ნაწილში, როგორც ფორმალურ ისე არაფორმალურ კომპონენტში და მაინტერესებდა კიდე ხელფასები ახსენეთ თქვენ ანგარიშისას და რამდენად ხდება აი განსაკუთრებით ქალისა და მამაკაცის ხელფასის სხვაობასთან დაკავშირებით თუ გაქვთ რაიმე ტიპის მონაცემები. მადლობა. დიდი მადლობა. დავიწყოთ მეთოდოლოგიით. საქართველოს მთავრობის დადგენილებით გვაქვს
დამტკიცებული ჩვენ შესაბამისი მეთოდოლოგია, ჯერადობა რა მიმართულებით რამდენი კომპანია უნდა შემოწმდეს მინიმუმ. ეს არის მინიმუმი მაჩვენებელი, როგორც წესი შესაბამისი დირექტივის მიხედვით სრული მანდატი უნდა ჰქონდეს ინსპექციას, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ჩვენ მათ შორის არათუ მეთოდოლოგიის გადახედვაზე, არამედ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გარკვეული რეკომენდაცია იყო, რომ ეს მეთოდოლოგიაც კი შემზღუდველი ხომ არ არის და ნებისმიერი მიმართულებით გაზრდის მაჩვენებელი ან დისკრეციის მაჩვენებელი შრომის ინსპექციის სამსახურს კიდევ უფრო მეტი უნდა ჰქონდეს, ეს იყო მათი პათოსი, თუმცა დღის გამორევით ეს მეთოდოლოგია დარჩა როგორიც გვაქვს, თუმცა 2026 წლისთვის გვინდა რომ კიდევ ერთხელ გადავხედოთ სექტორული მიმართულებით ხომ არ არის პირობითად გავიყოთ რაიმე ცვლილების შეტანის საჭიროება. გავლენით დარღვევებიც ცხადყოფს, რომ ფაქტობრივად წლიდან წლამდე მზარდი არის იმ კომპანიების მაჩვენებელი, რომლებიც როდესაც ვამოწმებთ არ უდგინდება დარღვევები და ეს კარგი მაჩვენებელი არის უკვე, რომ კომპანიები მზად ხდებიან ინსპექტირების პროცესს, თუმცა მეთოდოლოგიის ამ შემთხვევაში შეფასებასთან დაკავშირებით 2026 წელს მაინც გვინდა რომ ვიმუშაოთ. რაც შეეხება ჯარიმების მაჩვენებელს, აქ კითხვა იყო, რომ თუ გაზრდილი არის მაჩვენებელი, თუ რატო არ არის თუ ჯარიმები შემცირებულია, მაგრამ გაზრდილი არის პირველადი ინსპექციები. კი, მანდატი ზოგადად მოწყობილი არის დისკრეციული უფლებამოსილება აქვს შრომის ინსპექციის სამსახურს გამოიყენოს გაფრთხილება თუ დაჯარიმების მექანიზმი პირველ ეტაპზე, როდესაც ამოწმებს. ამიტომ თუ რომელიმე კომპანია არ ხვდება მზად, თუ რაიმე ძალიან მნიშვნელოვანი ტიპის დარღვევა არ არის, ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე რომ კი, ამას გულისხმობს. რაც შეეხება პროფესიულ კოლეჯებს, ჩვენი სამსახურის წარმომადგენელი ასევე უკვე წელს დაემატა განათლების სამინისტროს შესაბამის პროფესიული განვითარების საბჭოში და აქ უკვე ჩართული არის და ერთობლივად გადახედვაზე ან საჭიროებაზე ერთობლივად მუშაობთ. თუ რაიმე იქნება დამატებით, გთხოვთ ასევე რომ თქვენი მხარდაჭერაც იქნება მნიშვნელოვანი. არასრულწლოვანთან დაკავშირებით, როგორც აღნიშნე, ჩვენი პოლიტიკა არის მკაცრი, ამ შემთხვევაში თუ დისკრეციაზე ვახსენეთ, ეგან და პირველ შემთხვევაში გაფრთხილების საშუალება გვაქვს და შემდგომ უკვე დაჯარიმების თუ არ გამოასწორა, თუ არასრულწლოვანის მიმართ არის დარღვევა, ამ მიმართულებით ჩვენ პროაქტიულად ვიყენებთ გაზრდილი ოდენობით ჯარიმას. რაც შეეხება ქალისა და მამაკაცის სახელმწიფო სხვაობას, მე მქონდა საქსტატის თავმჯდომარესთან ამასთან დაკავშირებით საუბარი, რომ ერთობლივად ხომ არ ჯობდა იდენტიფიცირება მოგვიხდინა იმ სექტორის, რომ ეს აღმოგვიფრა, თუმცა აქ უფრო სტრუქტურულია პრობლემა და არა ინდივიდუალურ შემთხვევაში, როდესაც ვამოწმებთ ქალსა და მამაკაცს შორის განსხვავება. უფრო მეტად ეს არის სექტორული შრომის ბაზრის სექტორული მოწყობიდან გამომდინარე სლოვი, მაგალითად ქალებს უფრო მეტი აქვს ისეთ სექტორებში ანაზღაურება, სადაც დასაქმებული არიან მაგალითად ზრუნვის სექტორში, ვიდრე მამაკაცებს, რომლებიც მაგალითად მშენებლობაზე არიან დასაქმებული და სხვაობას იწვევს უფრო მეტად ეს, ვიდრე ინდივიდუალურ დონეზე გამოვლენილი შემთხვევები. თუმცა თუ ასეთი არის, ცხადია სრული მანდატი გვაქვს ამასთან დაკავშირებით, რომ რეაგირება მოვახდინოთ. ალბათ უფრო საინტერესო იქნება ერთი და იგივე პოზიციაზე არსებული ქალისა და მამაკაცის ხალხასის შეფასება და უფრო სექტორულად ზართული იქნება მაგის შედარება. ჩვენ გარკვეული მეთოდოლოგია გვაქვს სამსახურში, ძალიან რთულია ამის ვალდებულება საკანონმდებლო დონეზე დღის გამორევებით კომპანიებს არ აქვთ, რომ იდენტიფიცირებისთვის ძალიან რთული მეთოდოლოგიაა, მრავალი კომპონენტისგან შედგება და შესაძლებლობა არსებობს ამის დანერგვის, მაგრამ მე მქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა შრომის ინსპექციის სამსახურებთან ევროპის მასშტაბით საუბარი და იქაც დანერგილი და საკანონმდებლო დონეზე რეგულირებული ეს საკითხი არ აქვთ. ამიტომ თუ რაიმე ინდივიდუალური შემთხვევები არის, აქ ხდება უკვე ჩარევა და ზედამხედველობა შრომის ინსპექციის სამსახურის, თუმცა კომპანიებს რომ დანერგილი ჰქონდეთ ეს მეთოდოლოგია, შეიძლება არსებობდეს რამდენიმე საგამონაკლისო მექანიზმი, მაგრამ ესეთი იმპერატიული დათქმით ქვეყნებს დანერგილი არ აქვთ. მოგესალმებით, ძალიან საინტერესო ანგარიში წარმოადგინეთ და
მართალია, რომ თქვენი სამსახურის ეფექტიანობა უკვე ციფრებში არის გამოსახული, წარმატებებს გისურვებთ. მე მაინტერესებდა თქვენს ანგარიშიც ეხლაც ახსენეთ არასრულწლოვანთან დაკავშირებით 30 არასრულწლოვანის მიმართ 30 არასრულწლოვანზე იყო, მოკლედ кейსი გამოხატული. ეს თქვენს მიერ პირველად ინსპექტირების დროს იყო აღმოჩენილი თუ შეიძლება მომართვიანობა დაგირეკეს ხელხალზე და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ყველა მიცის რომ არასრულწლოვანების ესე დასაქმება კანონსაწინააღმდეგო ქმედება და ამ მიმართულებით და ეს 20-24-ის ანგარიშია და 25-ში ალბათ უფრო სხვა დინამიკა გექნებათ, ხო? ინფორმაციის თვალსაზრისით ყველა კომპანია მიცის როგორ უნდა მოიქცეს და ასე შემდეგ. დიდი მადლობა. ჩვენ მათ შორის ფაქტობრივად ბოლო 2 კვირა ცნობიერების ამაღლებას ვუთმობთ ისეთ ტიპის ობიექტების, სადაც გავს ტიპის დარღვევები იყო, მასიურად დადიან თანამშრომლები და მოკლე ცნობიერების ამაღლების ბუკლეტებს ვაძლევთ როგორც დამსაქმებლებს, ასევე დასაქმებლებს, რომ გავს ტიპის დარღვევები არ იყოს და პრევენციაზე იყოს ორიენტირებული. 30 შემთხვევა, როდესაც დავაფიქსირეთ, იყო რამდენიმე შემთხვევა დაახლოებით 2-3 საჩივრის საფუძველზეც, როდესაც იდენტიფიცირება გახდა ჩვენთვის ცნობილი, თუმცა პრევენციულად, როდესაც ვამოწმებთ ვთხოვთ კომპანიას, რომ წარმოადგინოს საშტატო ნუსხა და თუ ამ შემთხვევაში არასრულწლოვანი არის, ან ვიზუალურად ეჭვი გაუჩნდება ინსპექტორს, გეგმიური ინსპექტირების დროსაც ვახდენთ ზედამხედველობას. ამ ნაწილში უმეტესი იყო გეგმიური ინსპექტირების დროს გამოვლენილი 2-3 შემთხვევა იყო, როდესაც საჩივრის საფუძველზე ანონიმურად მივიღეთ შეტყობინება და განვახორციელეთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებულია ეს საკითხი, თუ პირს სურს, რომ მისი ვინაობა არ იყოს იდენტიფიცირებული, შეუძლია ანონიმურად მოგმართოს და მოითხოვოს კონფიდენციალობის დაცვა, ამიტომ ჩვენ ხშირად როდესაც ინსპექტირებას ვახორციელებთ, შეიძლება უსამართლობის გზნობა გაუჩნდეს რომელიმე კომპანიას განსაკუთრებით ქსელურებს, როდესაც რამდენჯერმე უწევს ზედამხედველ ორგანოს წლის განმავლობაში შესვლა, თუმცა ეს შეიძლება იყოს საჩივრის საფუძველზე, ჩვენ არ ვახდენთ და ჩვენი გეგმიური ინსპექტირების ფარგლებში ვარქმევთ ასეთ ტიპის ინსპექტირებას. აქაც აღსანიშნავია, რომ ძირითადად ეს იყო უფრო მეტად ქსელური მარკეტების რამდენიმე ცალკეული შემთხვევა, თუმცა ამ პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შესაბამისად გვაქვს იმედი, რომ კიდევ უფრო შემცირდება აღნიშნული მაჩვენებელი. მადლობა ბატონო. ამით მე ერთი კომენტარი მაქვს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი სამსახურის საქმიანობა და შედეგობრივად ეს არის, რომ სისტემურად დაიხვეწა პროცესი და შედეგობრივად მივიღეთ ის, რომ ლეტალური შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად 50%-ით შემცირდა სხვა რიგ სექტორებში, რომელიც მაღალი რისკის მატარებელი იყო და მადლობა ასეთი სრულყოფილი ანგარიშისთვის. გთხოვთ კოლეგებო, ცნობად მივიღოთ დღევანდელი ანგარიში. დიდი მადლობა. დავასრულოთ დღეს.